ვიცი რომ ამაზე უკვე ილაპარაკე, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა რომ გავიგო. Განაგრად არის რომ Betelgeuse-დან, მაგალითად, რომ გადმოიხედო 1 წლის წინანდელ დედამიწას დაინახა. ანუ აქ იმაზეა კითხვა რომ როცა დედამიწამდე სხივები მოდის სხვა galaktikებიდან და პლანეტებიდან და კოსმოსიდან და ვარსკვლავებიდან. რამდენი სინათლის წლიდანაც მოდის, იმდენი სინათლის წლის ძველი ინფორმაცია რომ არის. თული გასაგები არის ცოტათი კი. მაგალითად, დედამიწასა და ვარსკვლავს შორის პირობითად რომელთანაც დაშორება არის 500 სინათლის წელი, თუ სინათლეს რომელიც იქიდან წამოვიდა დედამიწამდე მოსასვლელად სჭირდება 500 წელი, მოიტანს ინფორმაციას ჩვენამდე, ანუ ჩვენ დავინახავთ იმას, რაც იქიდან წამოვიდა 500 წლის წინ. და ის მუშაობს ასე. აი დაახლოებით, დედამიწას ახლა თუ ხედავენ 80 სინათლის წლის მოშორებით ადგილიდან. დედამიწაზე ახლა დაინახავენ მეორე მსოფლიო ომს. უფრო სიგიჟე ნახეთ რა არის. მზისხივი რომ მეცემა, ეს მზისხივი 8 წუთის წინ არის გამოსული მზიდან. ანუ მზიდან მზისხივი რომ მოვიდეს დედამიწამდე, დრო არის 8 წუთი სჭირდება. და ის ინფორმაცია ხომ იცით რომ რაც უფრო უახლოვდები სინათლის სიჩქარეს, დრო მით უფრო ნელდება და თუ მიუახლოვდი ბოლომდე სინათლის სიჩქარეს, დრო ჩერდება საერთოდ. ახლა მე თქვენ გეკითხებით, თუ მზიდან რომ წამოვიდა სინათლე, აქ მოვა 8 წუთში. სინათლის შემადგენელი ნაწილისთვის, მაგალითად ფოტონისთვის, ეს 8 წუთი გავიდა თუ არ გავიდა? თვითონ მოძრაობს სინათლის სიჩქარით და მისთვის დრო არ არსებობს. ანუ ეს 8 წუთი საიდან მოვიდა? ან რა ხდებოდა ამ 8 წუთის განმავლობაში მისთვის? ის არ გაგვირგვებთ?